ბოლო პერიოდში მიღებული არაერთი საკანონმდებლო ცვლილება არასამთავრობო სექტორსა და მედია ორგანიზაციებს გამოწვევების წინაშე აყენებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ მედია ორგანიზაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების ფონზე ისინი რთულად იარსებებენ. კანონები, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 3 კანონი, ეს არის გამჭირვალობის კანონი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც რუსული კანონი, ეგრეთ წოდებული ფარა და შემდეგ გრანტების შესახებ კანონს გააჩნია მგუდავი ეფექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ჩვენ ვართ ქალთა ორგანიზაცია და ჩვენთვის არის აი ამ ქალებისთვის ჩვენ ვაძლევთ სივრცეს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი პრობლემის მქონე ქალმა და გოგონა მოვიდეს ჩვენთან და ჩვენი თუ ჩვენი მეგობრების რესურსები და საშუალებებით მათი პრობლემების მოგვარებას შეუწყოთ ხელი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ჩვენაირი ორგანიზაციის არსებობა აი ამ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, განსაკუთრებით გორის მუნიციპალიტეტში. ეს მგუდავი ეფექტი გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად ამ ეტაპზე ჩვენ ორგანიზაციას აქვს რამდენიმე გამარჯვებული პროექტი და გამოყოფილია კონკრეტული საგრანტო დაფინანსება. ზოგი მოქმედებს საქართველოში და ვთქვათ ბაზირებულია ეს დონორი ორგანიზაცია, ზოგი საერთოდ არ არის და მეტიც შეიძლება ჩვენი საშუალებით გაიგეს მაგალითად რომ არსებობს აი ესეთი ქვეყანა საქართველო, რადგან ხშირად ხდება ხოლმე რომ ჯორჯიის შტატშიც ვეშლებით. მაგრამ ვერ ვბედავთ რომ აი მივიღოთ ეს საგრანტო დაფინანსება და დავიწყოთ აი ეს კონკრეტული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ქალებისა და გოგონების მხარდასაჭერად, მათი უფლებების დასაცავად და მათ გასაძლიერებლად. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ რომ მივიღოთ მაგალითად თქვათ ახლა $20,000 გრანტი. ჯერ არ ვიცით ვერც ჩვენმა დონორებმა გაარკვეს კონკრეტულად ვის უნდა მიმართონ, რომ ნებართვა მიიღონ და აი თანხმობა, რომელი კონკრეტული სტრუქტურა შეიძლება რომ ეს ნებართვა გასცეს და აქედან გამომდინარე თუ ჩვენ ეს ნებართვა არ გვექნება და თქვა დავიწყებთ ამ საგრანტო დაფინანსებას, რომელიც არის ძალიან წარმატებული ინვესტიცია და ახლობით 20-30 ადამიანი უნდა დასაქმდეს და ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდეს. დავჯარიმდებით ორმაგად, თუ მივიღეთ $20,000 გრანტს და არ გვექნება შესაბამისი ნებართვა $40,000 დავჯარიმდები. ამიტომ აი ამ საფრთხეებიდან გამომდინარე ჯერჯერობით რამდენიმე წარმატებული პროექტი, რომელმაც უზარმაზარ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, ვერ ვაძლევთ ჩვენ თავისუფლებას, რომ აი დავიწყოთ განხორციელება. მიღებული და ინიცირებული კანონების ფონზე დღეს ზოგადად მედია ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონული მედია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. უწევს ძალიან დიდ და მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება. და ბოლო წლების მანძილზე თუ შევხედავთ ბოლო 20 წლის მანძილზე ეს არის პირველი შემთხვევა, რომ ძალიან ყოველ შემთხვევაში რამდენიმე მედია საშუალება უკვე შეაჩერა მუშაობა, მათ შორის ტელეკომპანია ბორჯომაც ყველა პლატფორმაზე ამ დროისთვის შეჩერებული აქვს მუშაობა და დაპაუზებული აქვს ფაქტობრივად მათ შორის მაუწყებლობაც. საკითხს ეხმაურებიან მმართველ გუნდშიც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარლენ ნადირაძის თქმით, მიღებული კანონები დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. პირველი მუშაობა დაიწყო ქართულმა ოცნებამ 2 წელი, რამე 3 წელი გავიდა წინ, 2 წლის წინ იყო. მაშინ იყო დიდი აჟიოტაჟი ატეხილი, რომ ეს იყო რუსული კანონი, არანაირი კავშირი არ საერთო არ ქონდა სხვა დასავლური ქვეყნებში მოქმედ კანონთან, მათ შორის ეგრეთ წოდებული ფარას კანონთან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს. იმის მერე კანონი, რომელიც ამოქმედა პირველ ივნისიდან, მოერგო თითქმის მთლიანად იმ სიტუაციას და იმ მოთხოვნებს, რომელიც განისაზღვრება ეგრეთ წოდებული ფარას კანონით. უბრალოდ რაღაც ნაწილში სანქციები არის უფრო ლიბერალური ვიდრე სხვა ქვეყნებში და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით ლიბერალური.
ჩვენ გვესმის ამ ბოლო ხანებში რაღაც ტრენდად დამკვიდრდა, რომ რაღაც კანონის მოთხოვნებზე მე კანონს არ შევასრულებ, მე იმას არ ვიზამ, მე სასამართლოში არ მივარ, მე საგამოძიებო კომისიას ჩვენებას არ მიცემ, რაღაც ადამიანები ამით რაღაც მოდას აყუნენ ვითომ. სამაგიეროდ იმასაც უყურებთ, რომ კანონის შევასრულების შემთხვევაში კანონი თავის მოთხოვნებს სახელმწიფო ინსტიტუტები ასრულებენ და ზოგს სხვადასხვა სახის ზოგს სისხლის სამართლები და ზოგს ადმინისტრაციული დისციპლინარული სასჯელები ესადაგება და თუ ვიღაცას კანონის შესრულება არ უნდა, მაშინ მიიღო ის სასჯელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და სწორედაც იმ დროს არის მიღებული ეს კანონების რაღაც დიდი ნაწილი, ვისაც მისტირიან ეს ზოგიერთი არასამთავრობოები, ანუ მიშა სააკაშვილის მოქმედების პერიოდში. რა თქმა უნდა, კანონები მერეც იცვლებოდა, რაღაც ნაწილი მერეც იქნა მიღებული, ან ცვლილებები იქნა შეტანილი, მაგრამ დიდი ნაწილი განსაკუთრებით მკაცრი სანქციებით არის მიღებული იმ დროს. შეასრულნენ ბატონო თავისი პატრონის მიერ მიღებული კანონები. თუ არ შეასრულებენ და მაშინ მიიღო იმავე კანონის სასჯელი, რომელიც სხვადასხვა ფორმით არის ხოლმე გამოსახული. რატომ არის საჭირო გამჭვირვალობა თქვენია? გამჭვირვალობა თუ დემოკრატიული ქვეყანას ვაშენებ, დემოკრატიის პირველი და აუცილებელი პირობა არის გამჭვირვალობა, საერთოდ მით უმეტეს, როცა სახელმწიფოში შემოსულ თანხებს ეხება საქმე და თუ გამჭვირვალობა დემოკრატიის განაპირობებელია ყველგან დასავლეთში, ყველა ესე დეკლარირებულად მოწინავე ქვეყნებში, რომელიც დემოკრატიის მედრუშეებით ითვლებიან, ჩვენ რა ვინ ვართ, პაპუასები? თუ ჩვენთან რომ მაგის სტანდარტები მუშაობს. ამიტომ გამჭვირვალობა არის გამჭვირვალობა ყველგან და როგორც საჭიროა სხვაგან, ისე ჩვენთან და თუ ჩვენ გვინდა მაშინ ვაშენოთ თუ ის ქვეყანა რომ სადღაც ყველაფერი ჭიროვანი და ბუნდოვანი იქნება, მაშინ მოგადავარცხებთ, რომ ეს ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები დემოკრატიული პრინციპების ერთგულები არიან. თქვენი აზრით ფინანსები ისეთი წყაროებიდან რომ საფუძვლიანი დიახ ბატონო. საფუძვლიანი ეჭვია ამისი, რომ ისინი ფინანსდებიან ისეთი წყაროები და რომლებიც საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას პირდაპირ. საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე. მისი თქმით, მიღებული კანონები ეგრეთ წოდებული რუსული ანალოგია და ქართული ოცნების მიზანი ადამიანებისა და ორგანიზაციების შეზღუდვაა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოში ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ორგანიზაციების და ზოგადად საზოგადოების შეზღუდვის მიზნით არაერთი კანონმდებლობა არის უკვე მიღებული და ამოქმედებული და მათ შორის რამდენიმე უშუალოდ ეხება იმ საკითხებს, რაზეც თქვენ იგითხეთ ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის, თუმცა სინამდვილეში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მიზნით მიღებული კანონები. ერთი ეს არის 2024 წელს მიღებული კანონი, რუსული კანონი, რომელიც რუსული კანონმდებლობის ანალოგი არის და ის კანონი ჯერჯერობით ისევ მოქმედია, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომ მას გააუქმებდნენ ეგრეთ წოდებული ფარას მიღების შემდგომ და მეორე ეს არის ეგრეთ წოდებული ფარა, რომელიც ქართული ოცნების განმარტებით არის ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი რამ გასათვალისწინებელი კანონის ტექსტის ზუსტი თარგმნა გულისხმობს იმას, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა პოლიტიკურ ვითარებაში, სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში, რომ ერთნაირად გამოიყენება. ამერიკული სამართლის სისტემა არის სრულიად განსხვავებული ქართული საქართველოს სამართლის სისტემისაგან. ამერიკაში მოქმედებს პრეცედენტული სამართალი, როდესაც კონკრეტულ საკითხებზე მიღებულ პრეზიდენტულ გადაწყვეტილებებს შემდგომ აქვს კანონის ძალა და ისინი გამოიყენება შემდგომ ანალოგიური საკითხების გადაწყვეტისას. საქართველოში ასეთი სამართლის სისტემა ჩვენ არ გვაქვს. არსებითი განსხვავება არის ასევე ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ კანონის აღსრულება არის დამოუკიდებელი ინსტიტუტების ხელში. მათ შორის სასამართლო დამოუკიდებელია, პროკურატურა დამოუკიდებელია და ყველა ვისაც აქვს შეხება სასამართლოსთან დარწმუნებულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიღებს. რაც შეეხება საქართველოს შეარსებულ სისტემას, საქართველოში ამ კანონის აღსრულების პროცესში ჩართული იქნება სამი ინსტიტუტი. და არც ერთი ეს ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი. პირველი ეს არის ანტიკორუფციული ბიურო, რომლის მიმართაც არსებობს არაერთი კითხვა, მათ შორის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მეორე ეს არის სასამართლო, რომლის მიმართაც ასევე არ არსებობს მაღალი ნდობა და სასამართლოს კონტროლთან დაკავშირებით ასევე არსებობს კითხვები და მესამე ეს არის პროკურატურა, რომლის მიმართაც ასევე არაერთი შეკითხვა არსებობს, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით მოტივირებულ
დევნესთან დაკავშირებით. ამიტომ ასეთ რეალობაში, რა თქმა უნდა, ეს კანონი არ არის ზუსტად ამერიკული კანონის ანალოგი და ამ კანონის მიღებისას ქართული ოცნება მიზნად ისახავს საქართველოში დამოუკიდებელი ორგანიზაციების, ადამიანების, მედიების შეზღუდვას. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს კანონი ვრცელდება არა მარტო ორგანიზაციებზე, ეს კანონი ვრცელდება ასევე ფიზიკურ პირებზე და ის იმდენად ბუნდოვნად არის დაწერილი, რომ მისი გამოყენება შეუძლიათ ნებისმიერი პირის წინააღმდეგ თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან. კანონის პრობლემა ძირითადად ეს არის მისი განუჭრეტელობა და ბუნდოვანება და მისი მორგება შეუძლიათ ნებისმიერ პირზე თუ ორგანიზაციაზე. შეგახსენებთ, რომ იმ არასამთავრობო სექტორისა და მედია ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირება აუცილებელია, თუმცა აღნიშნულ საკითხს სხვადასხვა ორგანიზაცია ბოიკოტს უცხადებს.